ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპი შემცირებულია. საექსპორტო პროდუქციაში ღვინოს კლავინდებურად მეოთხე პოზიცია უკავია და მისი წილი ექსპორტში 1 წლის განმავლობაში 4,4%-დან 6,3%-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით იანვარ-ნოემბერში უცხოეთის ბაზრებზე $166 მილიონ-ზე მეტი ქართული ღვინო გავიდა, რაც 45%-ით მეტია ვიდრე 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში. აქედან მხოლოდ ნოემბერში უცხოეთის ბაზრებზე $15,5 მილიონ ღვინო გავიდა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო და $20,300,000 შეადგენდა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კი 2015 წლის გეგმები წარადგინა და მისი 2 წლის მუშაობის შედეგებით შეაჯამა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სააგენტოს მუშაობა წარმატებულად შეაფასა და მხარდაჭერა აღუთქვა. რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერა და რა გამოწვევების წინაშე დგას ღვინის სექტორი. ამ თემებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საუბრობს. მოგესალმებით, ბატონ გიორგი. მოგესალმებით, მადლობთ. ბატონ გიორგი, რა არის ღვინის სააგენტოს 2 წლის მთავარი მიღწევები, რო ვკითხოთ? პირველ რიგში ალბათ ღვინის სააგენტო დარგი, მევენახეობის დარგი ვითარდება და ღვინის სააგენტოც არ ჩამორჩა ამ განვითარებას. თავად მიღწევები ალბათ არის ის, რომ ჩვენი სააგენტო გახდა გაცილებით თანამედროვე, გაცილებით მეტ ტექნოლოგიებს იყენებს და ზოგადად წინ მიდის ბევრი კუთხით. იქნება ეს გვაქვს უფრო დალაგებულად თქვა მარკეტინგის გეგმა, საით სად რა ღონისძიებებს ვახორციელებთ. ზოგადად კანონმდებლობაში რჩევები და ცოტა იხვეწება ბევრ თემაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სააგენტოს წილზე ვსაუბრობთ. გასაგებია, მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ღვინის სააგენტოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და მხარდაჭერას დაგვიზარდათ. კონკრეტულად რას ისახავს მიზნად მომავალი 1 წლის მანძილზე და რას გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ შემთხვევაში? მხარდაჭერა საკმაოდ ესეთი კარგი გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, რადგან გვაქვს ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაგეგმილი, პროექტები, რომლებიც 2014 წელს დაიწყო, 13-14 წლებში დაიწყო და 15-ში გაგრძელდება. მაგალითად, ქართული ღვინის პოპულარიზაცია, გვაქვს შერჩეული სტრატეგიული ბაზრები დასავლეთით, აღმოსავლეთით, აზიაში, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, სადაც გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ზუსტად გაწერილი. გვაქვს ძალიან კარგი პროექტი მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის კვლევის პროექტი, სადაც ჩვენ ვახდენთ აცებული კვლევების სისტემატიზაციას, მოგესალმებით ძალიან ბევრი არქეოლოგიური თუ სხვა პალეობოტანიკური და ასე შემდეგ მასალა არის საქართველოში. ამ ცოდნის სისტემატიზაციას და ახალ კვლევებს ვაფინანსებს კიდევ, რომ მეცნიერების მხრიდანაც უფრო განავითაროთ და უფრო პოპულარული გავხადოთ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის კულტურა და ისტორია. გასაგებია, ბოლო დროს დარგის წარმომადგენლებიც და მთავრობაც აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესდა და თამამად უწევს კონკურენციას წამყვან ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს. თქვენ როგორ შეაფასებდით ღვინის ხარისხს და რამდენად აკმაყოფილებს ის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს? და ასევე საინტერესოა, რა კეთდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი? მეღვინეობის დარგი წინ მიდისო, ეხლა ვახსენე, ეს არის რაოდენობრივად ვენახები შენდება, თქვა ვიცით, რომ 90-იან წლებში 2000-იანების დასაწყისში დაიწყო აღორძინება, 90-იანებში ძალიან ბევრი ვენახი გაიჩეხა და ალბათ გახსოვთ რა არჩევანი იყო ღვინის ბაზარზე საქართველოში იქნება თუ ექსპორტზე, თუნდაც 2000-იანების დასაწყისში. და იგივე გემოზე ყველავს ინჯავთ ქართულ ღვინოებს, ძალიან წინ წავიდა, ალბათ შეიძლება ითქვას გაუსწრო კიდეც საქართველოს ბაზარს ხარისხით ქართულმა ღვინომ. თქვა იგივე ექსპორტზე გადის ისეთი მაღალხარისხიანი ღვინოები, რომელიც შეიძლება 10 კი ვიცოდეთ ხოლმე ხშირად საქართველოში და ძალიან ბევრი დამფასებელი ყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართულ ღვინოს. ხარისხობრივად არც ადრე და განსაკუთრებით ამ ბოლო თქვა 10 წლის განმავლობაში ქართული ღვინო არ ჩამორჩება ფაქტობრივად არც ერთ წარმატებული ქვეყნის ღვინოს ხარისხის თვალსაზრისით. ცნობადობა, პოპულარიზაცია შესაძლოა აქ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ხარისხი წინ წავიდა. ცოტა ჩავადნებიც არის ალბათ, რომ ვენახები უფრო გასაუმჯობესებელია, საკმაოდ ბევრი ფული სჭირდება, ბევრი ინვესტიციებს საჭიროებს ჩვენი დარგი და ეს თანხა ძალიან ხანძრილივად იდება ხოლმე ჩვენს დარგში. ამიტომ, მაგრამ წინ მიდის, ნაბიჯები იდგმება და ჩანს ეს უკვე ეთყობანი. გასაგებია. რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს, მართალია ღვინის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპებია შემცირებული. გარდა ამისა, ექსპორტის ლომის წილი თითქმის 73% რუსეთზე მოდის, მაშინ როდესაც წარსულის გათვალისწინებით რუსეთი სარისკო ბაზრად ითვლება. მით უმეტეს რუსეთში ამჟამად მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომლის გამწვავებასაც ელოდებიან კიდევ. მართალია, დღეს ღვინის ექსპორტის ბაზარი ბევრად უფრო დივერსიფიცირებულია, ვიდრე ეს ემბარგომდე იყო, მაგრამ რამდენად სწორია ისევ ერთ ბაზარზე ასეთი დიდი მოცულობის მიბმა?
ეს არის ალბათ ჩვენი მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენი ბაზრები უნდა იყოს უფრო მეტად დივერსიფიცირებელი, თუმცა თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ თქვათ 7 წლის წინანდელ სტატისტიკას თუ ავიღებთ, რუსეთზე მოდიოდა 87%, დღეს 63%-ია, რაც უკვე კარგია, მაგრამ ალბათ ნახევარზე მეტი მე ვისურვებდი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი ექსპორტის ნახევარზე მეტი არ მოდიოდეს ერთ ქვეყანაზე. მით უმეტეს, როდესაც ეს არის არასტაბილური ბაზარი. ამისკენ იდგმება ნაბიჯები და სწორედ ამაზეა მიმართული იგივე ჩვენი სააგენტოს და ზოგადად დარგის კერძო სექტორის პოლიტიკაც. ჩვენ არჩეული გვაქვს 4 სტრატეგიული ბაზარი, სადაც გვინდა რომ უფრო მეტი ღვინო გავიდეს. შტატები, ჩინეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი 5 გამოვიდა. ამას გარდა არსებული ბაზრებზეც უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ძირითადად ევროპის ქვეყნებია თუ აზიის ქვეყნები არის პრიორიტეტი თქვენთვის? ანუ პრიორიტეტი არის ამერიკა, ევროპა და აზია. ანუ სამივე მიმართულებით იმ ბაზრებზე სადაც გძნობთ, რომ არის ქართული ღვინის პოტენციალი, ექსპორტის გაზრდის პოტენციალი. ჩინეთი, შტატები საკმაოდ დიდი ბაზრებია და კარგი პოტენციალი აქვს. ბრიტანეთი ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯისთვის, ქართული ღვინის და ღონისძიებებს აკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნულ ბაზრებზე უფრო დიდი დაინტერესება ღონისძიებები საკმაოდ ესეთი ფართო არის შერჩეული კომპანიები თითოეულ ბაზარზე, რამდენიმე კომპანია ხშირად, რომელიც ეწევა PR და მარკეტინგულ სამუშაოებს. პლუს ამას ყველა ამ ბაზრებზე ამ ბაზართან დაკავშირებულ გამოფენებზე ქართული ღვინო მონაწილეობს და ქართული ღვინო მონაწილეობს ერთი ქოლგის ქვეშ. ბევრი კომპანია არის ერთდროულად წარმოდგენილი ხოლმე ამ სტენდებზე. პლუს ამას მუშაობთ ღვინის მწერლებთან, მუშაობთ ღვინის ჟურნალისტებთან, ჩავდივართ ადგილზე, ვაწყობთ ამ დეგუსტაციებს, ვაწყობთ ქართულ ღვინოს. ხშირად ჩამოყავს ეს მწერლები თუ ეს პროფესიონალები. ანუ იმიჯის გაზრდაზე და გაახალგაზრდავებაზე ან რაღაც განახლებაზე იხარჯება ძირითადად ეს დრო. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი სამნიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე იყო, ეკონომეტრის სტუმარი, გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ.